ამის გარდა ასევე ბერდიას განცხადებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ იყო, რაც დადასტურდა სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებით. სხვათა შორის ის, რომ სპეცსაშუალებების უპირისპირდად აქციის დაშლა რო იყო ლეგიტიმური, ეს არ არის სტრასბურგის პირველი გადაწყვეტილება, რომელთაც დადასტურდა. მანამდე ორ საქმეში აქვს დადასტურებული სტრასბურგს ის, რომ ლეგიტიმური იყო დაშლა, მაგრამ ის, რაც იგივე ბერდიამ თქვა და მეც გავიმეორებ, რაც ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ის, რომ 20 ივნის აქციის დაშლა იყო დაშლის საფუძველი, სამართლებრივი საფუძველი არსებობდა და იყო კანონიერი, იყო ის, რომ სტრასბურგმა დაადგინა დიანა, რომ 20 ივნის დანაშაულის ჩადენის, ანუ დარღვევა რამ გამოიწვია, დანაშაულის ჩადენის ერთადერთი იარაღი, რომლითაც ადამიანებმა დაზიანებები მიიღეს, 4 იზოლირებულ ეპიზოდზეა საუბარი თუ გაიცანით თქვენ ამ გადაწყვეტილებას. 20 ივნის დანაშაულის ჩადენის ერთადერთი იარაღი იყო რეზინის ტყვიების არასწორი გამოყენება, ეს იყო დარღვევა და რომ რეზინის ტყვიების გამოყენებაზე გიორგი გახარიას ბრძანება არ გაუწია. ეს დადასტურდა და ეს დაადგინა სტრასბურგმა. შესაბამისად, დიანა, გავიმეორებ გიორგი გახარიას რანაცვლში წერია, რომ გახარიას ბრძანება თქვენ საქართველოს პროკურატურის ფრაგმენტს გულისხმობთ, რომლის ამონარიდი ასევე დადო ბერდიამ გადაწყვეტილებას. ანა, მე გულისხმობ გადაწყვეტილებას, სანამ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, არაფერი შეგიძლიათ ნახოთ, უნდა გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, როცა ამბობთ, რომ წინადადება უნდა დავასრულო. კი ბატონო, არა, გეკითხავ, დაშლის საფუძველი იყო კანონიერი, როცა ამბობთ გადაწყვეტილებაში წერია სწორედ ეს, რომ შესაძლოა არსებობდეს გამართლება დემონსტრაციის დაშლის სურვილისთვის, თუმცა დაშლის გზა არ იყო გამართლებული. ანუ დაშლის გზაზეა ლაპარაკი, რომელზეც პასუხისმგებლობა ჰქონდა პირველ რიგში მაშინდელ წინაგან საქმეთა მინისტრს. როგორც იურისტმა აგიხსნათ, უნდა დამაცადოთ, რომ როგორც იურისტმა, იმიტომ რომ ეს ერთი მეორეს არ გამორიცხავს. არსებობს დაშლის კანონიერება და არსებობს შემდგომ პროპორციულობა. ეს არის სამართლებრივად ორი სხვადასხვა მდგენელი. დაშლის კანონიერება დაადასტურა და ვიმეორებ, თქვენ ალბათ გაეცანით სხვა გადაწყვეტილებებსაც სტრასბურგის და ეს არ იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, სადაც საუბარია ამაზე და შემდგომ არის საუბარი იზოლირებულ 4 кейსზე, 4 საქმეზე, სადაც დადასტურებულია დარღვევა. ამ დარღვევის ნაწილზე სტრასბურგმა დაადგინა, რომ ამ ადამიანების დაზიანება ჯანმრთელობის გამოიწვია რეზინის ტყვიების არაპროპორციულად გამოყენებამ და რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუწია. შესაბამისად, გიორგი გახარიას ადვოკატი, ამ შემთხვევაში ბერდია სიჭინავა, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას საქმეში გამოიყენებს გიორგი გახარიას უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად და გამოიყენებს იმის დამადასტურებელ მტკიცებულებად სტრასბურგის აი ამ გადაწყვეტილებას საცხელში. ანა, როცა გახარია 20 ივნისიდან მოყოლებული ყოველთვის ამბობდა, რომ 20 ივნისზე არის ის პასუხისმგებელი, მათ შორის იგულისხმებოდა თუ არა, რომ ის არის პასუხისმგებელი რეზინის ტყვიების გამოყენებაზეც. ერთი წუთით, დიანა, ახლა ჩვენ ხო სერიოზული ხალხი ვართ, სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. ოღონდ წინადადება ისე გამაწყვეტნით, უნდა დავასრულო. გიორგი გახარიას უდანაშაულობის მტკიცებულებად, აი სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებას გიორგი გახარიას ადვოკატი გამოიყენებს და ეს იქნება ჩადებული საქმეში, ისევე როგორც ეს იქნება მტკიცებულება, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ივანიშვილის მიერ არის შეთითხნილი საქმე. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ძალიან ბევრჯერ მაქვს მე პირადადაც ნასაუბრები და ახლა უფრო ცოტა მეც ვილაპარაკებ, იმიტომ რომ იურისტი ვარ და ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გვაქვს საუბარი. ჩვენ ერთმანეთისგან არ დაგვაუწყდეს, უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გიორგი გახარია ყოველთვის საუბრობდა და ეს არ შეცვლილა. და სხვათა შორის, დიანა, პოლიტიკური პასუხისმგებლობას რომ გრძნობს გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი, იმიტომ იბრძვის დღესაც. მიუხედავად იმისა, რომ ის იძულებულია საკუთარ ოჯახს და სამშობლოს იყოს მოშორებული და იყოს შორს. ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამო როცა ამბობს, რომ პასუხისმგებელია იმ დღეს ყველა ქმედებაზე, ეს მაშინ მინისტრობის დროს პოლიტიკური განცხადება იყო მისი მხრიდან? პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იყო? რა შუაშია პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის სხვაობას ხომ ხედავთ? თქვენ ხომ იცით რა სხვაობაა სამართლებრივ პასუხისმგებლობასა და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას შორის? თქვენ ხომ გესმით ეს სხვაობა არსებითი? ვიმეორებ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გიორგი გახარია ყოველთვის იღებდა, ახლაც იღებს სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. აი ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ხელში მიჭირავს, არ ვიცი გაეცანით თუ არა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ვისაც აინტერესებს მართლობის გარეშე ამას წაიკითხავს.
სამართლებრივ პასუხისგებლობას ეს გადაწყვეტილება გიორგი კახარიასი გამორიცხავს მარტივად ახსნი ერთი წინადადებით რატომ? მაშინ თქვენი აზრით ვინ არის უფლებების ანა მესმის რომ ეხა ვერ გამოიძიებთ მაგრამ მაშინ ვის პასუხისგებლობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი, როდესაც საუბარია რომ დაშლის მიზანი გასაგებია, მაგრამ გზა იყო არაპროპორციული და ამის გამო სახელმწიფო 4 ეპიზოდში იყო დარღვევა ტყუების გამოყენების გამო არაპროპორციულად გამოყენების გამო ტყუების რომლის გამოყენებაზეც კახარიას ბრძანება არ გაუწია და წერტილის გამორიცხავს გიორგი კახარიას სამართლებრივ პასუხისგებლობას რომლის გამოყენებაზეც ტყუების არასწორმა გამოყენებამ დაარღვია ადამიანის უფლებები, მაგრამ გიორგი კახარიას ამ ტყუების გამოყენებაზე არათუ ბრძანება არ გაუწია, თქვენ ალბათ გაეცანით, არათუ ბრძანება არ გაუწია ის რაციების ჩანაწერებით ირკვევა, რომ ის მოითხოვდა რომ გააჩერეთ და ატყუებდნენ რომ ტყუები არ გამოიყენებოდა სხვათა შორის აი ეს ფრაზა მეც რაც ეხლა ვთქვი მათ შორის სტრასბურგის საჯარო მოსმენის დროს დაზარალებული მხარის ბრიტანელმა ადვოკატმაც გააჟღერა დარწმუნებული რომ თქვენ იცით ახლა თქვენ პოლიტიკურ პასუხისგებლობაზე საუბრობთ საინტერესოა როცა ამბობთ რომ ატყუებდნენ იმიტომ რომ მე მქონდა ეს კითხვა თუ მას არ გაუწია ბრძანება მას შეეძლო თუ არა ამის შეჩერების ბრძანება გაეცა ანუ მან ეს თქვენ გადაწყვეტილებასაც ნახავდით პრინციპში ეს მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში არ წერია დარწმუნებული ვარ სახალხო დამცველის ანგარიშსაც იცნობთ რაციების ჩანაწერები მათ შორის სახალხო დამცველმა გვისმენს რომელსაც შეიძლება კარგად არ ახსოვდეს სადღაც წერია შესაბამისად მაყურებლისთვის კი ვიცი რომ თქვენ იცით დეტალურად მაყურებელს მინდა გავახსენო რომ დადასტურდა მათ შორის სტრასბურგითაც ის ფაქტი რომ არათუ გიორგი კახარიას არ გაუწია რეზინის ტყუების ბრძანება არამედ მან მოგვიანებით შეიტყო ამის შესახებ სხვათა შორის დიანა ეს ბრალის წარდგენის დადგენილებაშიც უწერიათ ოცნების პროკურატურას. იმიტომ რომ რაციების ჩანაწერებს უბრალოდ გვერდი ვერ აარიდეს. რეზინის ტყუების გამოყენება რაც ცნობილი გახდა გახარიასთვის ბერდიას იჭინავამ რაც გამოაქვეყნა და შემდგომ კი და შემდგომ აი იგივე სტრასბურგის ზეპირ მოსმენას რომ მოусმინოთ თვითონ დაზარალებულების ადვოკატით საუბრობს ამაზე რომ რაციების ჩანაწერებში ისმისო რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სამჯერ ეუბნება რომ გააჩერეთ და სამჯერ ატყუებენ და შემდგომ არ ხდება ამ გაჩერების ბრძანების ჩაშლა ესეც არის ვიდეოები არსებობს ხომ შემიძლია გაგიზიაროთ ეთერის დასრულების შემდეგ კი ბატონო აქვე აი საიამაც გაამახვილა ყურადღება ამაზე და მე მინდა ესეც აღვნიშნო დიანა რაზეც საიაც ამახვილებს ყურადღებას ასევე დადგენილი არის საქართველოს კანონმდებლობის აი ამ სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობის პრობლემატურობა რომელზეც ასევე არ უნდა ოცნებას ყურადღების გამახვილება და რატო იმიტომ რომ ხომ ხედავთ როგორ შლიან ისინი რას ურევენ და რას არ ურევენ ღმერთმა იცის როგორ შლიან დღეს ისინი აქციებს შესაბამისად ოცნებას ამ ნაწილის მიჭკმალვაც უნდა თუმცა მე მოხარული ვარ მიხარია რომ საია ამაზე ამახვილებს ყურადღებას მე უფრო მეცაც გეტყვით თავის დროზე 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ჩვენ გვქონდა დაწყებული კანონმდებლობის ესე თქვა ჩარჩო კანონმდებლობის სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე გაუმჯობესება თუმცა ნუ კი იცით მე როგორ გამთარდა მოვლენები ჩვენ აღარ კითხვა მაქვს ასეთი კითხვა მაქვს ასეთი როცა თქვენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე გადაგყავთ თქვენ ახსენეთ სიტყვა ატყუებდნენ მას თქვენი აზრით რა მაშინ რამდენად გამართლებული იყო მისი მხრიდან მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ადამიანი რომელსაც ატყუებდნენ რომლის ბრძანებას არ დაემორჩილა პოლიცია შინაგან საქმეთა ministris შემდეგ ის რჩება პოსტზე და მეტიც გარკვეული ხნის შემდეგ ის ხდება პრემიერი ქვეყნის დიანა მე პირველ რიგში როგორც მოქალაქე გიპასუხებთ ამაზე და გიპასუხებთ ძალიან გულწრფელად კიდევ კარგი რომ დარჩა იმიტომ რომ გიორგი კახარიას პრემიერად გახდა დანიშნვის არჩევის შემდეგ რამდენიმე თვეში ქვეყანაში დაიწყო კოვიდი და კიდევ კარგი რომ კოვიდის პანდემიის აფეთქებისას ამ ქვეყნის პრემიერი იყო გიორგი კახარია და არა მისი შემდგომები და ის ადამიანები რომლებიც დღეს ხედავთ პოლიცია შინაგან საქმეთა მინისტრს კორუფციის თვალსაზრისით პოლიცია რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრს არ დაემორჩილა ანუ სხვამ გასცა ბრძანება ამაზეც გკითხავთ შემდეგ თავად ითხოვდა შეწყვეტას და თქვენ ამბობთ რომ არ წყვეტდნენ და ატყუებდნენ ამის შემდეგ ის იღებს პასუხისმგებლობას ამის შემდეგ ის იღებს პასუხისმგებლობას ამ დღეზე ამ პროცესზე რჩება მინისტრად შემდეგ ხდება პრემიერი ანუ მაშინ პოლიტიკურად როგორ გამოდის ეს
გარდა იმისა, რასაც თქვენ ამბობთ, რომ ღმერთმა კარგია რომ დარჩა, რომ რაღაც კოლაპს გადავრჩით, მოკლედ ამ კონტექსტში. არა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა არის, დიანა? თქვენ გგონიათ თანამდებობაზე დარჩენა ზოგიერთ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისმგებლობის და ტვირთის ზიდვა არ არის, თუ დღეს რო გონიათ ოცნების წევრებს, რომ მარტო ბენეფიტები და კორუფციული ფულია თანამდებობაზე ყოფნა, ეს არის სინამდვილეში თანამდებობაზე ყოფნის დანიშნულება, ესე არ არის, ეს ერთი. მერე მეორე, თქვენ დასვით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომ აი მაშინ რა მოხდა, როგორ მოხდა და ასე შემდეგ. ვინ გასაბრძანება მაშინ რეზინის ტყუების გამოყენებაზე, იმიტომ რომ ამის გარეშე ხომ არ გამოიყენებდნენ? ოცნება როგორც იქცევა, მათ შორის ჩაირთო ხა ის პროპაგანდა ხო, რაც ჩაირთო გასაგებია ივანიშვილი ამ საქმეს საით წაიყვანდა, რომ ეს თავიდანვე რაღაც მოულოდნელი კი არ იყო ჩვენი გუნდისთვის ან გიორგი გახარიასთვის. ოცნება როგორც იქცევა, ადასტურებს, რომ ისინი ძალიან მნიშვნელოვანს, მათთვის მნიშვნელოვანს მალავენ, ეს ერთი. მეორე, პროცესები ჩვენ წინ გვაქვს, მათ შორის სასამართლო პროცესები გვაქვს წინ. მესამე, დაცვის მხარეს, გიორგი გახარიას დაცვის მხარეს ოფიციალური შუამდგომლობით მოთხოვნილი აქვს მათ შორის ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვა პროკურატურაში, ეს ნიუსი არ ვიცი თქვენ იცით თუ არა, თუმცა დღეს ითქვა ასევე თქვენი განაგუნდელების ბერდიას ადვოკატმა ამ შემთხვევაში ბერდიას იჭინავამ ეს განაცხადა, პროცესები გვაქვს წინ. ეს რისი მინიშნება ივანიშვილის ხმა ისმოდა რაციაში ტყვიები გამოიყენეთ თუ ამაზე მინიშნება თუ მისი გადაწყვეტილება მინიშნებებზე დიანა არ ვისაუბრებ, მინისტრმა არ იცის ვისი ბრძანებით დაიწყეს რეზინის ტყვიების გამოყენება. იცით თუ არა მინისტრმა? მე ისევე როგორც თქვენ. დიახ. დიანა, მე ისევე როგორც თქვენ, დიანა ტრაპაიძე, ჩვენ იმ მომენტში, მე და თქვენ თუნდაც, იმ მომენტში გადაწყვეტილების მიღების ესე ვთქვათ, ამ ყველაფერს ჩვენ თვალყურს არ ვადევნებდით. შესაბამისად, ნებისმიერი ჩემი მსჯელობა ამაზე იქნება ჭორაობა, მაგრამ მე გეტყვით რა ვიცით დადასტურებულად ვიცით ის, მათ შორის სტრასბურგის გადაწყვეტილებით, დადასტურებულად ვიცით ის, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანება არ გაუწია. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია. ვინმეს თუ გონია დიანა, რომ ნამდვილი ავტორები 20 ივნისის, ვინმეს თუ გონია, რომ ნამდვილი ავტორები 20 ივნისის პასუხისმგებლობას გაექცევიან ან გაძვრებიან, ადრე თუ გვიან ამ საქმეზე ჩატარდება ობიექტური შინაგან საქმეთა მინისტრმა იმ დროს იცის თუ არა ვისი ბრძანებით დაიწყეს რეზინის ტყვიების გამოყენება? შინაგან საქმეთა მინისტრს ხო არ ესაუბრებით, ანა ბუჩუკურს ესაუბრებით. ხო, მაგრამ თქვენ მისი სახელით საუბრობთ ამ შემთხვევაში, თქვენ თქვათ ასევე პროცესები წინ არის, ჭორაობას ნამდვილად არ ვაპირებ. პასუხისმგებლობას იღებდა მთელ ამ პროცესში. მე მახსოვს 20 ივნისის შემდეგ პირველივე პრესკონფერენციაზე ვიყავი ექსპერტები კითხვებს უსვამდი. ერთი წუთი, აი მაგალითად თქვენ რო გადაცემა მიყავთ ხო პირობითად ხო, რომ ამ გადაცემაზე პასუხისმგებელი ბუნებრივია ხართ თქვენ, ხო, აი როგორ წარიმართება ესე ვთქვათ ეს გადაცემა, მაგრამ თქვენგან ავიცი ოპერატორი რა ვიცი ჩაეწერიათ ან ნებისმიერი თანამშრომელმა რაღაცა დანაშაული რო ჩაიდინოს ამაზე პასუხისმგებელი თქვენ არ ხართ. თქვენ ხართ თუ მე ვიღებ ამ გადაცემის ფარგლებში ამ გადაცემაზე პასუხისმგებლობას ვრჩები გადაცემის პასუხისმგებლობას ნახეთ დიანა, უნდა გავმიჯნოთ ერთ უტრირებული მაგალითი მოვიყვანე რა თქმა უნდა. ყოველთვის უნდა გავმიჯნოთ ჯერ ეგერთი ამას იურისტობაც არ ჭირდება, რომ სხვადასხვა რამეა პოლიტიკური პასუხისმგებლობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. სამართლებრივი პასუხისმგებლობა და საქმე სერიოზული არის სტრასბურგში. თქვენ ფიქრობთ, რომ გამოძიება დაკითხავს ივანიშვილს, ახლა ივანიშვილის დაკითხვა მოითხოვეთ, არსებობს თუ არა რაიმე მტკიცებულება, რომელიც შეიძლება გქონდეთ ვისი ხმა ან ვისი ბრძანება იყო, ასე ვთქვათ, რაციაში? არა, ხმა რაციაში რანაირად იქნებოდა ივანიშვილის რაციასთან რა შუაშია? ნუ არ ვიცი, ან მისი სახელით არ ვიცი. ხო, არ ვიცი, ამას ყველაფერს პროცესი გვიჩვენებს, მე არ მაქვს რა თქმა უნდა მოლოდინია ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი. იმ მომენტში მან თავის თავზე აიღოს ხმისი გადაწყვეტილება? თვითონ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დიანა მე რამდენად უნდა აუხსნა პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და სამართლებრივ პასუხისმგებლობას შორის. პოლიტიკური პასუხისმგებლობა მე ვარ ყველაფერზე პასუხისმგებელი, რაც იმ დღეს მოხდა, დიახ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა, როდესაც ხარ მინისტრი. რა თქმა უნდა. არა მხოლოდ მე იქ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებდა გიორგი გახარია და იღებს ყოველთვის. ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე და ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტის დამადასტურებელი არის სტრასბურგის სამართლებრივი გადაწყვეტილება.
და ამ გადაწყვეტილებას ჩვენ ხომ გადაწყვეტილებას ვლაპარაკობთ, ამ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე, გახარიას ადვოკატი, გახარიას უდანაშაულობის მტკიცებულებად გამოიყენებს ამ საქმეში, რომელიც აქ ეს იქნება სამართლებრივი გაგრძელება ამ პროცესის, მაგრამ მე მართლა ყველას გვახსოვს, რომ როცა იყო ვინ გასცა ტყვიების გამოყენების გადაწყვეტილება რეზინის ტყვიების, მისი მხრიდან იყო ვინ გასცა ტყვიების გამოყენების მე ვარ პასუხისმგებელი, სულ ასე იმეორებდა, სულ ასე პასუხობდა. კი, ამას იმეორებდა, იმიტომ რომ ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიტიკური თანამდებობის პირი და ისე არასდროს მოქცეულა დღეს თიც რო იშვერენ ყოველთვის ხვებზე. ეს არასდროს არ მოქცეულა, ნამდვილად ვადასტურებ ამას. სამარცხვინოდ რო იშვერენ თიც ყველასკენ დღევანდელი ოცნების ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პასუხისმგებლობა რაში გამოიხატებოდა მაშინ ანა თანამდებობაზე დარჩა შემდეგ დაწინაურდა პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება თქვენ წეგან ახსენეთ ანუ თანამდებობაზე დარჩენითაც დღეს გამოიხატება დიანა პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ არის თქვენი აზრით არ შეუძლია გიორგი გახარიას რომ დღეს მაგალითად ძალიან მშვიდად იცხოვროს მართლა გგონიათ რომ მოინდომას ამას ვერ გააკეთებს არ აკეთებს იმიტომ რომ ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვერ ცხოვრობს ძნობს საკუთარი ქვეყნის წინაშე. სერიოზულად მეკითხებით ახლა ამას? არა, მესმის სხვადასხვანაირად ცხოვრობენ ადამიანები, ზოგიერთი პოლიტიკოსი ციხეშია, ზოგი თავისუფლებაზეა, ზოგი წასულია, ის ამ შემთხვევაში წასულია, ანუ მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ გიორგი გახარიას წინააღმდეგ ყველაზე დიდი ბრალია წარდგენილი არსებულ პოლიტიკურ ოპოზიციურ ლიდერებში. და მე გავახსენებ საზოგადოებას პერსონალურად საქმეები. დიანა, პერსონალურად ბიძინა ივანიშვილი არავის დამუქრებია, გარდა გიორგი გახარიას, ამასაც გაგახსენებთ. ასევე გაგახსენებთ გიორგი გახარიას ფიზიკურ თავდასხმას ორჯერ. კიდევ რამდენი რამ გაგახსენებთ? კი ბატონო, ანა, მოკლედ სიურპრიზები იქნება სასამართლოს მიმდინარეობისას, მაშინ ასე დავსვამ შეკითხვას და საზოგადოებას ეცოდინება რეალურად ვინ იქნა ის, რაზეც პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო გახარიამ, როგორც თქვენ ამბობთ. სიურპრიზებს არ ვიცი რას ეძახით, მაგრამ მე პირობას გაძლევთ, რომ ადრე თუ გვიან სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩატარდება. ამ გამოძიების საფუძველი მათ შორის იქნება სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელმაც კიდევ ერთხელ ვამბობ, გამორიცხა გიორგი გახარიას სამართლებრივი პასუხისმგებლობა. თქვა რომ ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვია ძირითადად თორე კანონმდებლობის პრობლემაც იყო. გამოიწვია რეზინის ტყვეების გამოყენება, არასწორმა გამოყენებამ და რომ ამ რეზინის ტყვეების გამოყენებაზე ბრძანება გახარიას არ გაუწია, ეს გადაწყვეტილება გახდება მათ შორის მოვა ეს დრო. სრულყოფილი და ობიექტური გამოძიების ჩატარების საფუძველი და ვიმეორებ, ვინმეს თუ გონია, ნამდვილ შემოქმედებს, თუ გონიათ ნებისმიერ სახელს და გვარს, თუ გონიათ, რომ ეს დრო არ დადგება და გაძრებიან ესე პასუხისმგებლობისგან, ვერ მოხდება ეს ასე. კი ბატონო, მადლობა. საფუძველი მათ შორის არის სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება. მადლობა, ანა ბუჩუკური იყო ჩვენი სტუმარი, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში.